მოგესალმებით, ისევ ბუნებაში ვართ. ძალიან მოგვეწონა ეს ფორმატი, იმედია თქვენს მოგეწონათ, აგვიწერეთ კომენტარებში, გვინდა რომ გავტესტოთ დანები. და ტრადიციულად ამჯერად წამოვიღეთ თუთაუნის IVF-ი. ტრადიციულად გვახსენე სიტყვა, იმიტომ რომ ტრადიციულად გვინდა ისევ იგივე პროდუქტებზე გავტესტოთ, ისევ იგივე ნივთებზე, რაზეც წინა ვიდეოებში, რათა რაღაცა ეს ფორმატის სახე შევინარჩუნოთ და თუ რამე ცვლილებები იქნება თქვენი მხრიდან რაღაცა ისურვებდით, თუ სხვა რამე შეგვეცვალა, ან რომელიმე კონკრეტული დანის ტესტი გენდომებათ, დაგვიწერეთ კომენტარში და აუცილებლად გავითვალისწინებთ. ან რამე პროდუქტს ან რამე სხვას საყოფო ცხოვრება ნივთს თუ ჩაამატებდით, რომ ამაზე გავტესტოთ, ან კიდევ შეიძლება ბევრი იდეები გვაქვს, მოკლედ რაღაც დანის მიყვანა ბოლო დონემდე, რომ დანის მოკლას რაც ეძახიან იქამდე ტესტი და რაღაცები მომავალში კიდე განვავითარებთ. ეხლა ცოტა დამწყებები ვარ და თუ რამე ისე არ იქნება, ავსი ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ კარგი და მოსაწყენი გავაკეთოთ და დაგვიწერეთ თქვენი აზრის და აუცილებლად გავითვალისწინებთ. მოკლედ, ეხლა წამოვიღეთ მეგობრებო ეს IVF-ი, ჩვენი თუთაუნის, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი. კიდევ გვაქვს ვორომი, რომელიც ამჯერად გიოსვეცი პატივი მოკლედ და სატესტოდ წამოვიღე ეს IVF-ი, იმიტომ რომ მე ვორომი უფრო მომწონს რა. მათ შორის სხვაობა არის მხოლოდ პირის ფორმაში. ტარის მასალა იგივეა, ფოლადი იგივეა, პირის ფორმა და დაშვებებია სხვა. ამოგინათებთ აუცილებლად ვორომის დიზაინს, რომელდანაზეა საუბარი და მანამდე მოდი ამ IVF-ზე შევაჩეროთ ყურადღება. რა გვაქვს, რა მასალები გვაქვს, გავიაროთ ერთხელ კიდევ, გვაქვს ჩვენ ამაზე განხილვის ვიდეო ჩაწერილი, მაგრამ ახლაც გავიაროთ, ვისაც ის არ გინახავთ, რომ ვიცოდით რა დანაზეა საუბარი. თუთაუნის IVF-ი ფოლადი TATS-ი, მათ მიერ შექმნილი ფოლადი დაახლოებით იაპონური ვიჯიათის ანალოგია. გახსნის მექანიზმი front flip-ია, როგორც ხედავთ, ტარის მასალა კარბონი, ტიტანის backspacer-ი გვაქვს და ძალიან კარგი დამუშავება აქვს თვითონ ამ კარბონს რა, ხელში ძალიან კარგაძის. ფორმაც ძალიან პრაქტიკული აქვს ამ დანას. მე უბრალოდ ის მეორე ვორომი უფრო მომწონს, იმიტომ რომ ცოტა განსხვავებული, ცოტა უფრო აპრეხილი პირი აქვს, ჭრილი აქვს, სხვანაირადაც იხსნება და ცოტა უფრო მრავალფეროვანი დანაა ჩემი აზრით და ამიტომ მომწონს. პრაქტიკულობის თვალსაზრისით ვფიქრობ ორივე პრაქტიკული იქნება. რაზე უნდა გავამახვილოთ კიდევ ყურადღება ამ დანაზე, ალბათ პირის დაშვებებზე რა, როგორც ხედავთ, უკანა ნაწილი უფრო სქელია დატოვილი, წინა მხარე უფრო გათხელებულია, რომ ჭრის ხარისხზე იყოს ორიენტირებული, აიგივე დაფასთან ვზივარ და დაფაზე მუშაობისთვის ვფიქრობ ეს წინა მხარის გათხელება უფრო კარგი იქნება. უკანა მხარე კი სქელია და ვთქვათ იგივე ხის გათლის დროს და ცოტა მძიმე დატვირთვის დროს, რომ პირს ნაკლები ძალა დაადგეს და უფრო მეტს გაუძლოს რა. მოდი გადავიდეთ უშუალოდ ძალიან კარგი მექანიზმი აქვს მეგობრებო საკისრებზეა და იდეალურად მუშაობს რა. ამ დანის ღირებულება ჩვენს მაღაზიაში გიო გამახსენეთ თუ შეიძლება 375 ლარი ღირს რა ეს დანა და ერთი შეხედვით, რასაც ხედავ, ვფიქრობ რომ ამართლებს ძალიან კარგად ამ დანას. დანარჩენი ახლა უკვე საქმეში შეგვიძლია გამოცადოთ. კი, ვაქებთ ამ დანას, მოგწონს, მაგრამ ნახოთ როგორ ჭრის, როგორ მუშაობს, როგორ მუშაობს პროდუქცია და სხვადასხვა ნივთებზე როგორც გითხარით. დავიწყოთ მოდი, გადავდებ ახლა შეფუთვებს და დავიწყოთ უშუალოდ პროდუქტის ჭრა. აუ რა კარგად ჭრის. ახლა რა თქმა უნდა ეს არც გაუჭირდებოდა ამ დანას და პირიქით ძალიან სასიამოვნოა. მე მგონი ამასობაში ამ ვიდეოების წერაში ცოტა ჭრას ვისწავლე. აუ კარგად მოყვება ძალიან. კარგი. ძალიან ვარ გავერთოთ კითხვის ჭრაზე, მოდი გადავიდეთ პომიდორზე. პომიდორსაც შესანიშნავად ართმევს თავს, აი რასაც ვამბობდი, წინა მხარე რო თხელია, წამოწყება ეგრევე, აი ძალიან კარგად იწყებს ჭრას რა და ძალიან სასიამოვნოა. კარგი, მოდი ძეხვზე გადავიდეთ, ეხლა ძეხვის დავჭრათ, შემდეგ პური და ნახოთ უკვე ძალიან კარგია. თქვათ ხარ პიკნიკზე, ლაშქრობაში, ტყეში სათევზაოთ და გადაწყვიტეთ ახემსება. ძალიან კარგია, ძალიან მარტივად ართმევს მოკლედ პროდუქტებს თავს და ეს არც არის გასაკვირი. საინტერესოა რას იზავს უფრო მძიმე ტესტებზე და შემდეგ მაგაზეც გადავალთ და ვნახავთ თუ ჩვენსას რა თქმა უნდა დავაფიქსირებთ. მოდი ბარემ პურის დავჭრათ, პირის ზომა არ არის დიდი დაახლოებით 9.5 სანტიმეტრია. კუცია დატანილი, თუმცა შემიძლია შევხედო ახლავე. გეტყვით პირის ზომა არის
უშუალოდ მჭრელი პირი არის 8 და 2 სანტიმეტრი და მთლიანად პირი არის 8 და 6. მოდი დავჭოთ პური ბარემ. ჩა როგორც ასეთი არ უჭირს, უბრალოდ ცოტა მოკლე პირია პურისთვის და ბოლომდე კარგად ვერ წვდება, მაგრამ ცუდი ნამდვილად არა. ცოტა უფრო დიდ სამუშაო პირს ვისურვებდი ამჯერად. კარგი, ეს პური დავჭერეთ. ეხლა ვაშლი გვაქვს კიდე, მოდი ვაშლის დავჭრათ. ჩვენიერი. ეს სხვა პროდუქტების დამატება შეიძლება სამომავლოდ რა. სტაფილო არის ძალიან საინტერესო. მომავალში ვფიქრობ აუცილებლად წამოვიღებთ. ხორცი შეიძლება კიდევ სამწვადეს. ძირითადები ახლა რას ვაკეთებთ? ვფიქრობ რომ დავტოვოთ ყოველთვის და კიდევ რაღაცები დავამატოთ. აი ჩვენი გადაწყვეტილებით და უშუალოდ თქვენი ჩართულობით და დაგვიწერეთ რა მოკლედ კომენტარებში რაზე ტესტს ისურვებდით გარდა ამისა, რასაც ახლა ვაკეთებთ. კარგი, ეს პროდუქტებზე მე მგონი მშვენივრად გაართვა ჩვენმა დანამ თავი, არც არის გასაკვირი. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ იმ საყოფო ცხოვრებო ნივთებზე, რაზეც თავიდან საუბრობდი, რეზინის მილები გვაქვს წამოღებული, თოკები, ხე გავთვალოთ და ვნახოთ რა უკვე ცოტა უფრო მძიმე სამუშაოებზე როგორ იმუშავებს და რამდენად კარგი იქნება რა. ხელში ჭერა რა მომწონს ერგონომიკა და ეს კარბონების დამუშავება ძალიან კარგი აქვს და ვფიქრობ არ დამბლეს. ვნახოთ უკვე კონკრეტულად კუნძზე რას იზავს. მოდი ვიდრე ტესტს დავიწყებ, ტრადიციულად ფურცელი გავჭრათ ამდანით, ვნახოთ როგორ ჭრის. და უკვე ტესტის ბოლოსაც გავჭრათ რომ შევადაროთ. როგორც ხედავთ ამ საწყისად ძალიან კარგად ჭრის ეს დანა და ნახოთ ბოლოში რა იქნება. კარგი. დავიწყოთ მოდი თოკის ჭრა. ესეთი პარაკორდი გვაქვს. კარგად მუშაობს ეს წინა მხარე რა. ეხლა უფრო გავართულოთ, უფრო მსხვილ თოკზე გადავიდეთ. ფერი ძალიან კარგად ჩადის. საერთოდ უპრობლემოდ, მოდი კიდევ უფრო მსხვილი თოკი ავიღოთ. კარგია. პირს რა ვიცი, იანი ჯერჯერობით შესამჩნევად არაფერი არ ეთყობა თვალით ყოველ შემთხვევაში. მე ჭაში შევამოწმებთ. მინდა ახლა ისევ რეზინის მილზე გადავიდეთ ტრადიციულად. ჩვენიერი. ჩვენიერი მეგობრებო, უფრო მსხვილი რეზინის მილიც ავიღოთ აქვე. კარგია. ახლა მოდი ხე გავთვალოთ და შემდეგ ისევ ფურცელზე შევამოწმოთ. როგორ არის ჩვენი ხე? კარგად მიაქვს. შვენიერი. ნაბუ ფურცელზე ვნახოთ. კარგია. ოჩაღი ივიეფი. მოდი მეგობრებო, დავშალოთ ახლა ჩვენი ივიფი. სავარაუდოდ გაინტერესებს დანის შითავსი, ესე ვთქვათ, რა მექანიზმია, როგორ აწყობილი, ეს იდეალურად რომ მოძრაობს, ნახეთ ცენტრი ძალიან კარგად ზის ყველაფერი და მოდი გავიაროთ მეტნაკლებად დეტალურად რა. ტერვა არის სხვათა შორის,
ორივე ჯანჯიკი და ეს ძალიან კარგია, მარტივია, არ გიწევს თავების ცვლა, თავაკების ცვლა და ასე შემდეგ და მარტივად ხდება დანის დაშლა აწყობა და აი ეს ჩვენი საკიდი, გამოვარდა. გახსოვთ გახილის ვიდეოში ვამბობდი, შეგიძლია საერთოდ მოხსნა, ამოძრავო წინ და უკან და ეს ძალიან კარგი მომენტია. მოდი მოხსნათ სკეილი. ერთი. მოდი მეორე კვერცაც მოხსნა. ძალიან კარგი, შეგიძლია ცოტა ძალა დაატანო რა, რომ რაღაცა ჩაჭედილი იყოს, ამ ფიქსაციაზე იყოს და ნაყვანილი, დაშლა უკვე მარტივად ხდება რა, არ გიზიანდება და ძალიან კარგია. ისეთი. მომდაში დაჯერესთან ცოტა რთულად ამოდის. აი ასე. კერამიკული საკისრებია, როგორც ხედავთ, მონტირესები ახლა კადრი გაჩვენოთ. ინტერნეტს მოძრაობს ესე საოცრადესთან, მოხსნათ ლაინერებიც. ამით შეიძლება მოძრადეს კარბონი. ეს არის გადავდოთ გვერდზე. ესე. თავარი გვერდის მოხსნათ. მეთ როგორ არის ამოჭრილი ამაში ჯდება შემდეგ ეს რკინის ლაინერები და მაქსიმალურად არის გათვლილი რომ დანა იყოს თხელი ამ სუბუქი. ეს ვერ მოხსენი შეჯერებით. ცოტა აი ესე ავთამაშოთ. ესე ჩვენი backspace-ები. ეს ჭრილი ძალიან კარგად აქვს ხოთ შევსტანავთ ცოტა კეცილია თავიდან რომ ნახეთ ცენტრი რო შევამოწმოთ. გარდა იმისა რომ ლაინერების შუაში ზის პირი, აქაც რომ უსწორდება კიდევ უფრო დეტალებში მოკლედ სილამაზე და მოკლედ ძალიან კარგად მეტყოლებს ეს ყველაფერი. აი ესეთი ნაწილებისგან შედგება ჩვენი EVF მეგობრები. როგორც ხედავთ, ყველაფერი მწყობშია, ყველაფერი კარგადაა. და მოდი გადავიღოთ პარემ დანის აწყობის ვიდეოც. ვიღოთ ეტაპობრივად, პირველად ვაწყობს მათ შორის ამტანაც და იმედია თული არაფერი არ ჩანს აქ რა და არაფერი არ უნდა გამირთულდეს, ნახოთ. ცენტრი ზის მექანიზმი წყობშია, რა თქმა უნდა. ესეთია ჩვენი თუთაუნის EVF, მარტივი და გენიალური. მადლობა ყურადღებისთვის. რა ვიცი, ვფიქრობ ძალიან მომეწონა ეს დანა, ხელში უშუალოდ ხელში ჭერა, ჭრის ხარისხი ყველაფერი, პირით საკმაოდ კარგად შეინარჩუნა. ახლა ეს არ იყო ისეთი ტესტი, რაღაც მექანიზმის ყოფიდან გამოსულიყო და რაღაცეები, რა თქმა უნდა, ეს და ეგეთ რაღაცებს უპრობლემოდ გაუძლებს რა. ნუ რაც შეეხება ფოლადს, ჭრის ხარისხი ძალიან კარგი აქვს, ეს დაშვებებიც. რა ვიცი, დიდი სხვაობა ახლა წინა მხარესა და უკანა მხარეს შორის ამ შემთხვევაში მე ვერ შევატყე. ორივე მხარე ძალიან კარგად მუშაობს რა, როგორც ნახეთ ხეზე გათლის დროსაც უკანა კი შეიძლება ცოტა უფრო სქელი დაშვება, მაგრამ უპრობლემო ჭრის და უპრობლემოდ მიაქვს, იმიტომ რომ ფოლადი ძალიან ხარისხიანია რა, როგორც ვატყობ. T10S მშვენიერია, ხელი არ მატკინა, მართალია ხელთათმანები მეკეთა, მაგრამ ისედაც ძალიან კარგი ჭერი აქვს, როგორც გითხარით რა, ძალიან კარგად აქვს კუთხეები დამუშავებული, ერგონომიკა, ზომა, წონა, ყველაფერი იდეალურია რა. კარგი. დადებითად შევაფასებდი საერთო ჯამში ამ დანას. საინტერესოა კიდევ ცოტა უფრო მძიმე ტესტიც მინდა რა გავტესტო ეს ფოლადი და მომავალში აუცილებლად ცოტა მინდა რომ მეტად რაღაცა ჭრით და კარგია და მოგწონს, მაგრამ მინდა იქამდე მივიდე რომ უკვე აღარ მომეწონება. თუმცა ამდენ საქმეს რომ აკეთებს დანა, ეს უკვე დამაკმაყოფილებელია რა. ერთ გასვლაზე ერთ დღეში ამ გონია რაღაცა ცოტა მეტი საქმის კეთება მოუწიოს ჩვეულებრივ მსგავსი ტიპის დასაკეთ ჯიბის დანას. და
მსგავს სამუშაოს რო გაგიკეთებს დანას და სახლში მიხვალ უკვე მე გალესვა სასიამოვნო პროცესია. ამას ახლა პატარა კერამიკული მასა თითოეულ პირის გასწორება და ისევ მწყობში იქნება როგორც თავიდან იყო რა. მოკლედ საერთო ჯამში ძალიან დადებითად შევაფასებდი. იმედია თქვენც დამიწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ დანასთან დაკავშირებით, თქვენი შთაბეჭდილებები და აუცილებლად გავითვალისწინებთ. რა მომავალში კიდევ სხვა ტესტები იქნება, ცოტა უფრო განსხვავებულიც, მაგრამ ეს ფორმატი გვინდა როგორც გითხარით, რომ შევინარჩუნოთ რა. მსგავს პროდუქტებზე დავჭერთ და კიდევ სხვა რაღაცებსაც დავამატებთ და უკვე დანის ტიპებსაც გააჩნია რა. ცოტა სხვანაირი დანებს რომ ავიღებთ, შეგვიძლია სხვა რაღაცებს ვიგებ ხა მაშეტეთი მაგალითად და ცოტა დიდი ზომის ფიქსედით, მაინც და მაინც პომიდორი და კეტერი რო ავჭერთ, შეგვიძლია რაღაცა ხეჩავ-ჩეხოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, დანარჩენი ვნახოთ რა, მოგვიტანს თვითონ დრო სიტუაციას, ვნახოთ რა სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ და თქვენი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია და გითხარით აუცილებლად გავითვალისწინებთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ეხმარეთ ჩვენ აქ განვითარებაში. ჩვენზე კი სიახლეები, მსგავსი ტესტები, განხილვები იყოს რა. წარმატებულ კვირას გისურვებთ.